სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება ლიბერალურ მოდერნისტულ მიმდინარეობას ჩვენს ეკლესიაში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ესეთი მიმდინარეობა განმაახლებლური, არახალია და მრავალი საუკუნის წინ იღებს იგი სათავეს. სიახლეების შემოტანას ეკლესიაში, რომლითაც ცდილობდნენ დაეპყრობინათ ორწმუნე საზოგადოება და ამით მოეხდინათ პროფანაცია და დისკრედიტაცია წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი სწავლებისა. ამიტომ მეტად მარჯვედ იხერხებდნენ ამ საქმეში სასულიერო პირებს, რომლებიც შემოსილნი ამბიონებიდან გადაგებდნენ სიახლეებს და ამით შემოჰქონდათ ეკლესიაში არაერთი გაუგებრობა, შფოთი და დაპირისპირება. ასეთი განმაახლებლური მოდერნისტული სკოლა ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის შუა წლებში ევროპაში, რომელიც ძირითადად წარმოადგენდა ყოფილი პოსტსაბჭოური სივრციდან, კერძოდ რუსეთიდან წასულ ემიგრანტების სასულიერო პირების თავშეყრის ადგილს და შემდეგში იქ ჩამოყალიბებული სხვადასხვა ეგრეთ წოდებული საღვთისმეტყველო სკოლები ასწავლიდნენ ისეთ სწავლებას მართლმადიდებლური ეკლესიის ვითომც და გადმოცემას, რომელიც აბსოლუტურად უცხო და მიუღებელი იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის. და ამით შემოჰქონდათ უნებრივია შფოთი, რომელიც დღესაც არაერთ მორწმუნე ადამიანს აბკოლებს. განსაკუთრებით ცნობილია ევროპაში მოქმედი ასეთი საღვთისმეტყველო ბრჭყალებში შეიძლება ჩავსვათ სკოლა, რომელსაც პარიზული სკოლა ერქვა. შემდეგში იგი განივრცო ევროპის მრავალ ქვეყანაში. ამ სკოლის წარმომადგენლების სახით, მათ შორის ბრიტანეთშიც, სადაც მოღვაწეობდა ანტონი სუროჟელი მიტროპოლიტი გვარად ბლიუმი, რომლის შესახებაც არაერთი მორწმუნე ადამიანი გვეკითხება ჩვენ, რამდენად მისაღებია მისი სწავლებანი. და კიდევ ერთხელ მე მინდა გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ნაშრომების კითხვა. მისი ნაშრომების კითხვა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა ადამიანი კარგად არის გარკვეული მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებაში და მაშინ მიხვდება მის ცდომილებებს მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებისაგან განსხვავებულ მოსაზრებებს. სხვა შემთხვევაში შეიძლება იგი დაბკოლდეს, თუ არ არის გამოცდილი წმინდა წერილის კითხვასა და წმინდა მამათა კომენტარებში და განმარტებებში. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ მოდერნისტები, განმაახლებლები ხშირად იყენებენ ქრისტეს სახელს, რათა გადმოსცენ თავიანთი მოსაზრებები, რომელიც ახსავსეა სიახლეებითა და ცდომილებებით. და რადგანაც ქრისტეს სახელს იყენებენ და საუბრობენ ისეთი ტერმინოლოგიით, რომელიც შეიძლება იყოს
უცხო და გაუგებარი მორწმუნე ადამიანისათვის მანიპულირებენ იმით, რომ თითქოს განათლებულნი არიან, თითქოს ბევრი წიგნი წაუკითხავთ და აქედან გამომდინარე მორწმუნე ადამიანს მისდამი უჩნდება პატივისცემა, თუმცა კარგად ვერ იგებს რა უნდა ამ პიროვნებას და რას ასწავლის იგი. აი ესეთია ძირითადად ანტონი სუროჟელისა და მისი თანამედროვე ევროპელი სასულიერო პირების მოღვაწეობის შედეგი, რომელმაც არაერთი ადამიანი დააბკოლა ქრისტეს სავალ გზაზე. მე მინდა მოკლე ამონარიდები წაგიკითხოთ, რომელიც ეხება მიტროპოლიტ ანტონი სუროჟელსა და ასევე დეკანოს ალექსანდრე შმემანს წიგნიდან მოდერნიზმის ანატომია. ტერმინი პირადი გამოცდილება ერთი შეხედვით არაფერი ცუდისა და საგანგებოს მაუწყებელი არ უნდა იყოს. მეტიც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანძური სწორედ მდიდარი სულიერი გამოცდილებაა, რასაც ჩვენ ასკეზას წმინდა გადმოცემას უწოდებთ. მაგრამ წმინდა მამათა სულიერი გამოცდილება არ მიიღება თვითნებური აზროვნებით და ცხოვრების წესით. არამედ ესაა მადლმოსილი ნიჭი სული წმინდისა, გარდამოსული ეკლესიის ერთგულ შვილებზე, წმინდანებზე. მაგრამ თუ კი პიროვნება განმაახლებულ მოდერნისტისათვის დამახასიათებელი მეთოდიკით პრინციპულად გაიძახის არა დოგმატი, არამედ გამოცდილებაო, პირადი შეხედულება, განცდა, იბადება საფუძვლიანი კითხვა, რა იგულისხმება პირად გამოცდილებაში. ჯერ რა პირადი გამოცდილება უნდა ქონოდა ანტონი სუროჟელს ან ალექსანდრე შმემანს, რომლებიც ცხოვრობდნენ პარიზში და ლონდონში. იქ რა პირადი გამოცდილება უნდა მიეღოთ, რომელ უდაბნოში მოღვაწეობდნენ ან რომელ მონასტერში. არამართებული პირადი გამოცდილების აპოლოგეტებად ეგრეთ წოდებული პარიზის სკოლის წარმომადგენლები მოგვევლინებენ. მათ შეხედულებებში ეს ფრაზა საღვთისმეტყველო თეზის სახეს იძენს. ისეთი გამოჩენილი მოდერნისტების ნაშრომებში, როგორებიც არიან მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, არქიმანდრიტი კერნი, დეკანოზები რომანიდისი, შმემანი, მეინდორფი და შემდეგ რუსეთში მოღვაწე ასევე საოცრად გამორჩეული მოდერნისტი, განმაახლებელი ალექსანდრე მენი, რომელმაც სკოლაც კი ჩამოაყალიბა რუსეთში. პირად გამოცდილება სულ სხვა მნიშვნელობა ენიჭება, აი მათ ნაშრომებში. მოუხმოთ მაგალითებს. მიტროპოლიტ ანტონი სუროჟელის აზრით სარწმუნოების ჭეშმარიტებაში არ უნდა მივიჩნიოთ მსოფ ხედველობა. არ უნდა მივიჩნიოთ მსოფ ხედველობა სარწმუნოებრივ შეხედულებად. არ არსებობს რწმენა, რომელიც დაფუძნებული და მიმართულია მსოფ ხედველობასა და შეხედულებაზე, ამბობს იგი. აქედან ის აზრი გამომდინარეობს, რომ თურმე ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოება არ არის დაფუძნებული მართლმადიდებლურ მსოფ ხედველობაზე, ჭეშმარიტ შეხედულებაზე, სწავლებაზე. ეს აზრი მიტროპოლიტს საიმედოდ სჭირდება და სჭირდება ასევე საიმისოდ, რომ თქვას ღმერთზე არაფრის ცოდნა არ შეიძლება. საკუთარი აზრის დასამტკიცებლად ანტონი სუროჟელი არა წმინდათა მამათა საგანძურს, არამედ იუდეველ ფილოსოფოს მაიმონიდს და მათ იუდეველთა კრეხელურ სწავლებას მიმართავს. ციტატა
ჩვენი გამოცდილება ღმერთის შესახებ ყოველგვარი გამოხატულების მიღმა. ებრაელ მწერალ მაიმონიც შემდეგი მაგალითი მოჰყავს. ჭაბუკი დადგა ლოცვად და თქვა: უფალო, შენ დიადი, დიდებული, ყველგან ყოფი ხარ. მოძღვარმა ის შეაჩერა და უთხრა: ნუ მკრეხელო, ყოველთვის როდესაც სიტყვა ღმერთს ახალ ზედსართავს უმატებ, ამით მას უფრო მეტად აკნინებო. შენ თითქოს შემოსაზღვრავ მის არსებას და ჩვენი ენის ტყვედ აქცევ მასო. მიტროპოლიტი სუროჟელი თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს ამ მეთოდს, როდესაც პატრისტიკა უეცრად იმდენად მწირი და მაგალითებს მოკლებული ხდება, რომ პარიზის სკოლის წარმომადგენელი ხან იუდეველ ფილოსოფოსს, ხან ხასიდებს, ეს სექტა ებრაული იუდეველური სექტა, იშველიებს თავისი ქრისტიანული ბრჭყალებში აზრის დასადასტურებლად. თუ შენ მართლმადიდებელი მოძღვარი ხარ, სასულიერო პირი ხარ, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ციტირებას უნდა ახდენდე წმინდა წერილიდან, ან წმინდა გადმოცემიდან და მიმართავდე წმინდა მამებს და არა იუდეველ ფილოსოფოსებს. საქმე ისაა, რომ მის მიერ მითითებული მაგალითები გარეგნულადაც კი არ გავს ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასა და წმინდა მამათა სწავლებას. წმინდა დიონისე არეოპაგელი საუკუნეების წინ ამბობდა: უცხადესად ამხელდა სუროჟერისა და მაიმონიდის მსგავსად სწავლების უმართებულობას. თავადაც წიგნის დასახელება მეტყველებს ამაზე. საუბარია დიონისე არეოპაგელის ერთ-ერთ წიგნზე, ერთ-ერთ ნაშრომზე. ცხადია, ღმერთი თავისი მიუწვდომელი ღვთაებრივი ბუნებით, არსით შეუძლებელია სახელით გამოხატო. ღვთის სახელები იახვე, საბაოთი და სხვა მისი თვისებებისა და ქმედებების გამომხატველია, მაგრამ ეს გარემოება არანაირად არ აკნინებს და არ ზღუდავს მის ღვთაებრიობას, არამედ პირიქით ღმერთის სიდიადის კეთილმორწმუნეობით გამომხატველია. წმინდა დიონისე არეოპაგელი წერს: წმინდა წერილში ყველა ღვთის საკადრისი, ღვთის შესაფერისი ღვთაებრივი სახელწოდებით განიდიდება. არა ნაწილობრივი, არამედ მთლიანი ყოვლის მომცველი სრული ღვთაება. ყველა ეს სახელი განუყრელად, განუცალკევებელად და მთლიანად მიესადაგება ღვთის ყოვლადსრულ ბუნებას. იუდეველი მორალისტის სწავლება არსებითად მართლმადიდებლური სწავლების წინააღმდეგაა მიმართული. ანტონი სუროჟელი თავისი ჟესტით ცდილობს ქრისტიანული ღვთისმეტყველების საპირისპირო სწავლების დადებით მაგალითად წარმოჩენას. სინამდვილეში ის ჩადის დანაშაულს მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ. ღმერთზე ჭეშმარიტ სწავლებად მაიმონიდის სიტყვას თავაზობს ქრისტიანებს. როგორც ჩანს, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან მისი აზრით ღმერთზე ჭეშმარიტების ცოდნა შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტება პირადულია, ამბობს ანტონი სუროჟელი. სახარება არა რაღაცის, არამედ ვიღაცის მიხედვით განსაზღვრავს ჭეშმარიტებას. ქრისტე ამბობს: მე ვარ ჭეშმარიტება. ამით უფალი სრულიად გამორიცხავს შესაძლებლობას, რაც უნდა იყოს გამოხატო ის სიტყვებით ან გამოხატულებით და იგი იწოდებოდეს საბოლოო ან სრულ ჭეშმარიტებად, ვინაიდან სრული ჭეშმარიტება პირადულია და არასოდეს საგნობრივი. საინტერესოა, რისი თქმა სურს აქ მიტროპოლიტს. როგორც ჩანს, მისთვის მიუღებელია სახარებას მოციქულებიან წმინდა მამები სიტყვით რომ გამოხატავდნენ, განმარტავდნენ. ეს მისთვის ვერ იქნება საბოლოო და სრული ჭეშმარიტება, ვინაიდან სრული ჭეშმარიტება პირადულია, ესე იგი, როგორც თავად სურს და არა ისე, როგორც ამას ეკლესიის მამები ასწავლიან. მიტროპოლიტი სუროჟელი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლები ცრუობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ფლობთ ჭეშმარიტებას.
როდესაც მართლმადიდებლები ვამბობთ, რომ ვფლობთ სრულ ჭეშმარიტებას, საბოლოო ჯამში რაღაც სიცრუეს ვამბობთ. ქრისტეა ჭეშმარიტება, ღმერთია ჭეშმარიტება. რისი თქმაც შეგვიძლია მასზე ეს მხოლოდ მიახლოება ჭეშმარიტებასთან. შესაძლოა კარგი, შესაძლოა ფარდობითიც. როგორც ვხედავთ, მიტროპოლიტი სულოჟელი ყველგან ცდილობს გაექცეს კონკრეტიკას. თურმე არ შეიძლება სრული ჭეშმარიტების სოდნა. ესე იგი, მართლმადიდებლობა ნაწილობრივი ჭეშმარიტების მატარებელია. დანარჩენი ნაწილი სხვა კონფესიებსა და რელიგიებს აქვთ, გადანაწილებული. საინტერესოა, რომ სწავლებით ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად აღიარება სრული ჭეშმარიტებაა თუ ნაწილობრივი. ეს შეკითხვა არაა შემთხვევით დასმული. თავის ნაშრომებში საშინელი ფორმულირება გვესმის. ქრისტე ბოლომდე სოლიდარულია ღმერთთან, როდესაც ის მიმართავს ადამიანს. მართლაც. მაშინ ქრისტე ვინაა? ჩვენ ვიცით, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია. ამდენად ის არ შეიძლება სოლიდარული იყოს ღმერთთან, ესე იგი საკუთარ თავთან. ასეთი განცხადებების შემდეგ რაღა უნდა ითქვას მისი დოგმატური შეხედულებების შესახებ. როგორც ნებისმიერი ადოგმატისტი, მას შეუძლია აღიაროს ნებისმიერი შეხედულება და გაამართლოს ის იმიტომ, რომ ის პირადი გამოცდილებაა. აი მოკლედ რაც შეიძლებოდა ანტონი სულოჟელთან დაკავშირებით, აი მოკლედ განმარტავ ახლა მის ამ სიტყვებს. ესე იგი ის ცდილობს, რომ გაექცეს წმინდა წერილის მამათა განმარტებას. ის ცდილობს, რომ თქვას, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება და როგორც ჩვენ გვინდა, ისე უნდა გავიგოთ მისი სწავლება. ასევე ნახეთ რას ამბობს, რომ მართლმადიდებლობაც არაა ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ სრული, არამედ თითქოს გადანაწილებულია სწავლება ქრისტესი სხვადასხვა რელიგიებში. ეს იქნება კათოლიციზმი თუ პროტესტანტიზმი. აი ასე ამგვარად ეს პიროვნება აბნევს მართლმადიდებელ მორწმუნეებს, როდესაც თავისი კომენტარებით ცდილობს, რომ შეაფასოს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება. აი სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ დღეს ჩვენთან, თუნდაც საქართველოში, აქ ვინმე გაუნათლებელი აბსოლუტურად პიროვნებები, ეკლესიურად გაუნათლებელი პიროვნებები ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ თითქოს მართლმადიდებლობა ეს რუსული რელიგიაა, რომ თითქოს უკვე აღარ არის შორს ის დრო, როდესაც შეიძლება მათ თქვან, რომ ქრისტე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ეკლესიის კუთვნილება, რადგანაც ის მართლმადიდებლების ღმერთია. აი ასე შორს მიდიან ეს ადამიანები თავიანთი ასეთი მოდერნისტული და განმაახლებლური სწავლებით. ამდენად საფუძველი სწორედ ამას დაუდეს სასულიერო პირებმა, რომლებიც ევროპაში მოღვაწეობდნენ. და იქიდან მოდის აი ესეთი ცრუ სწავლება. და ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს ამასთან დაკავშირებით ერთი რამ. არავითარი პირადი გამოცდილება და არავითარი საკუთარი შეხედულება რელიგიასთან მიმართებაში. ჩვენ ორიენტირად ყოველთვის უნდა გქონდეს ეკლესიის სწავლება და წმინდა მამათა განმარტება ნებისმიერ ისეთ საკითხებთან, რომელიც დაკავშირებულია დოგმატიკასთან თუ კანონიკასთან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ადამიანმა საკუთარი გონებით განსაზღვროს სწავლება ქრისტეს ეკლესიისა, რადგანაც უეჭველად შეცდომას დაუშვებს. და მივა იქამდე, როგორც აი ეს საცოდავი, მართლაც საბრალო, გაუნათლებელი და ბნელი ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებლობას, რუსულ რელიგიას ეძახიან უკვე. აი აქამდე მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ, როდესაც ვკითხულობთ ჩვენ თანამედროვე სასულიერო პირების ნაშრომებს ან ვისმენთ მათ ქადაგებებს, სამწუხაროდ გვესმის ასეთი ტერმინებიც. მე რომ ღმერთი ვიყო.
მე არ ვიცნობ ასეთ ღმერთს. აქ ლაპარაკია უკვე ქართულ სასულიერო პირებზე, რომელთა ქადაგებებიც პოპულარულია, ბევრი ადამიანი უსმენს და ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, ვინ ხარ შენ, რომ ამბობ ამას, მე რომ ღმერთი ვიყო, მე არ ვიცნობ ესეთ ღმერთს, ვინ ხარ შენ? როგორ კადნიერდები, რომ ღმერთი ამას ლაპარაკობ? სწორედ ეს არის. ასეთი გამონათქვამები არის სწორედ ის განმაახლებლური სული, რომელიც ადამიანს, მორწმუნე ადამიანს, რომელიც ასეთ ადამიანებს უსმენს, წყვიტავს ჭეშმარიტებას, წყვიტავს ეკლესიის სწავლებას და აქვე მდებარებს აი ასეთ პიროვნებების კერძო შეხედულებებზე და გამონათქვამებზე. რომელთაც აქვს შეიძლება ესეთი ორატორული ნიჭი და მჭერმეტყველება, რომლის საშუალებითაც ადამიანებს თავიანთი გავლენის სფეროში აქცევენ. არ უნდა მოусმინოთ ასეთ ადამიანებს, არ უნდა დავესწროთ მათ წირვებს, რადგანაც აქ უეჭველი შეცდომა იქნება და დადგებით მცდარ გზაზე. მოусმინეთ მამებს, რომლებიც ეკლესიის სწავლებას გადმოცემენ სახარების მიხედვით და წმინდა მამათა კომენტარებით. ამიტომ ვცდილობთ ჩვენ, რომ ვილაპარაკოთ არა ჩვენი მოსაზრებები, არამედ წმინდა მამათა სწავლებანი. ამიტომ ვკითხულობთ ჩვენ და გასმენინებთ ამას არა ჩვენს აზრს, არამედ წმინდა მამების სწავლებასა და გამოცდილებას. ამიტომ ასეთ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომლებიც აზროვნებენ ისე როგორც ანტონი სუროჟელი იყო და სხვა მისი მსგავსი თუ თანამედროვე ჩვენი ეს სასულიერო ლიბერალი მოდერნისტი მამები მეტყველებენ და აზროვნებენ, არავითარ შემთხვევაში ასეთ პიროვნებებს არ უნდა უსმინოთ. მოусმინეთ წმინდა მამებს და თუ ჩვენც რაიმეს განსხვავებულს ვიტყვით წმინდა მამების სწავლებისაგან, ნუ მოგისმენთ. მაშინ გითხარით, რომელი წმინდა მამა ამბობს ასე, შეგვეკითხეთ, დაგვისვით ეს კითხვა და თუ კი ჩვენ გეტყვით, რომ ეს ჩემი პირადი გამოცდილება არ დამიჯერა. დაუჯერე იმას, ვინც გასწავლის და გეტყვის ივანე ოქროპირით, ბასილი დიდით, გრიგორი ღვთისმეტყველით და სხვა წმინდა მამებით. მერთმა დაგლოცოთ და გაყოლოთ.